ჩვენი შეფასებით როგორი იყო რეფერენდუმისადმი მიძღვნილი აქცია და რამდენად ჩაიარა ამ დღემ ისე, რომ ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა ერთი მხრივ საზოგადოების კეთილგანწყობა მიიღოთ და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებაზე მოახდინოთ გავლენა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 31 მარტი და როდის იქნება 31 მარტის აღნიშვნა პროპორციული მისი ისტორიული დანიშნულების, როცა ამ ქვეყანას ეყოლება ეროვნული ხელისუფლება და არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება. მანამ ეს ამოცანა და მიზანი ვერ იქნება მიღწეული, მანამ რა თქმა უნდა ყოველთვის გვექნება ჩვენ უკმაყოფილების განცდაც და კიდევ უფრო მეტიც. ამიტომ ამოცანა არის უცვლელი, რა თქმა უნდა, სინდისის პატიმრების, რომლების რეჟიმს ტყვეთყავს აყვანილი გათავისუფლება და საბოლოო ჯამში საქართველოს გათავისუფლება იმ ძალისგან, რომელიც ღალატობს 31 მარტის სულისკვეთებას, ღალატობს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ხალხმა რეფერენდუმის სახით მიიღო და ღალატობს იმ გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ქვეყნის თავისუფლებას და სუვერენიტეტს მიუძღვნეს ყველაზე უფრო ძვირფასი, სიცოცხლე. და ნახავდით თქვენს და მაყურებელიც, რომ გუშინ ჩვენ ძლიერმა საქართველომ გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე მიგვეძღვნა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს აგვისტოს ომში. სწორედ იმ სულისკვეთების და იმ გადაწყვეტილების ერთგულებას, რომელიც ისტორიულ 31 მარტს იქნა მიღებული და ჩემთვის მაგალითად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ იქ შევძელით ეს ისტორიული შეხვედრა შემდგარიყო, იმიტომ რომ გუშინ ჩემთვის იქ დგომა, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანს სურდა და მიზეზთა გამო ვერ მოახერხა, მაგრამ ვინც განწყობით და სულისკვეთებით რუსთაველს უერთდებოდა გუშინ, მიმაჩნია რომ ყველა ადამიანი არის ერთგული იმ დიდი გადაწყვეტილების, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს და იმ ბრძოლისა, რომელიც მათ შორის აგვისტოს ომში იბრძოლეს ჩვენმა გმირებმა. აქციის შინაარსობრივ ნაწილს რაც შეეხება, ხალხი აშკარად უფრო მეცელოდა, ვიდრე მიიღო. ყოველ შემთხვევაში აქციაზე მყოფი პირების ნაწილი არ მალავდა ღია უკმაყოფილებას, მაგალითად აი პაატა ბურჭულაძემ დივერსია უწოდა იმას, რომ საზოგადოებას მხოლოდ განცხადებები და შეფასებები შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა და არ ჩანდა ვთქვათ მოქმედების კონკრეტული გეგმა. ეს იყო დივერსია, ამდენი კაცი გამოვედი და სალომე ზურაბიშვილმა ისტორია მოგვიყვა. აი მართლაც, როცა შინაარს აქციის შინაარს ეხება საქმე, რამდენად სამართლიანი იყო ის უკმაყოფილება, რომელიც ხალხში იგრძნობოდა და მართლაც მხოლოდ განცხადებები, ლაპარაკი და სიტყვები რამდენად მიიყვანს ოპოზიციას იმ შედეგამდე, რასაც ქვია ახალი არჩევნების ლელა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, ჩვენ რა თქმა უნდა არც საშუალება გვაქვს და არც უფლება კმაყოფილების, ხომ? ეს ხომ ძალიან მარტივი რეალობა არის. ჩვენ მაშინ ვიქნებით, მაშინ ჩავთვლით, რომ ამოცანა შესრულებულია და მაშინ ვიქნებით კმაყოფილები, როდესაც აღარ იქნება ამ ქვეყნის სათავეში რუსეთის მსახური ქართული ოცნება. ეს ძალიან ცხადია. მანამდე, რა თქმა უნდა, არასდროს არ გვექნება კმაყოფილების განცდა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე რა თქმა უნდა ნახე სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა გვარი შეფასებები, ყველას აქვს თავისი შეფასების უფლება, მაგრამ ჩვენ მეგეთყვით, ჩვენ ძლიერ საქართველოს როგორ ხედავთ ამ პროცესს და რა არის ჩვენი პოზიცია, ხომ ჩვენ ხომ მხოლოდ შემფასებლები არ უნდა ვიყოთ ამ პროცესის, ჩვენი სამოქმედო ხედვა უნდა გქონდეს ამ პროცესში. ჩვენი ხედვა, სხვათა შორის პირველივე დღეებიდან, როდესაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა ოცნებამ 26 ოქტომბრის სახით და ის რომ ამ არჩევნებში მთავარი მონაწილე და გადაწყვეტილების მიმღები იყო რუსეთი და არა ქართული ხალხი, ეს ჩანს და მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა, სხვათა შორის ეს ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მხრიდან, რუმინეთის არჩევნებში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რო ვამბობთ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასების საკითხი, ეს არის ის ახალი პილოტი პროექტი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა და რომლის პოლიგონათაც მათ შორის აქცია საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა და რუმინეთი, ხომ? და კიდევ ნახავთ ალბათ ამის გამოვლინებებს, სანამ არ მოხდება ქართული ხალხის მხრიდან დაბრუნება ქართული სახელმწიფოსი. ჩვენი პოზიცია პირველივე დღეებიდან რა არის, რაც ეს კრიზისი დაიწყო? ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ მასშტაბის საფრთხესთან გამკლავება, რა საფრთხის წინაშეც დგას საქართველოში
არა მხოლოდ დემოკრატია, არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაცია, საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი, რომ საქართველოს დარჩეს საქართველოს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რისთვისაც ადამიანებმა თავი გასწირეს და მრავალი თაობა რისთვისაც იბრძოდა, ხომ? ამის შენარჩუნება სჭირდება ძალიან სერიოზული, აქამდე არ ნახული დისციპლინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად და ამისთვის არის აუცილებელი. არ ვიცი, გნებავთ ამას დავარქვათ პროცესი, გნებავთ წინააღმდეგობის მოძრაობა, გნებავთ მოძრაობა, გნებავთ პლატფორმა. სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი წუთის სახელს შევეშვათ, დავასრულებ თუ შეიძლება. ამ პროცესს სჭირდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, ერთი და მეორე. პროცესის შესახებ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა არგუმენტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და რას მივყვებით, რაში მონაწილეობ. ამიტომ არის აუცილებელი ეს ერთიანობა. და ძლიერი საქართველოს თავიდანვე ამბობდა, რომ ახლა ჩვენი ინიციატივა მაგალითად რა იყო. 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ მიიტაცა იმაზე გაცილებით მეტი ხმა და შესაბამისად მანდატი, ვიდრე ქართულმა ხალხმა მას მიანიჭა. მაგრამ აქეთ ფლანგზე, ვისაც მაშინ მოგვენიჭა მანდატები, ამაზე ხო კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს ამ ადამიანებს ხომ დაგვეკისრა პასუხისმგებლობა. დღეს ეს ადამიანები რამე ფორმატში ვართ წარმოდგენილნი? არა. ჩვენი ინიციატივა ძლიერი საქართველოს იყო ეს, რომ ხალხო, მათ ვისაც მოგვენიჭა მანდატები, შევქმნათ ერთიანი პროცესი, შევკავშირდეთ ერთმანეთთან პასუხისმგებლობით და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებით. ხო? ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რამდენად სწორად პოზიციონირებს ოპოზიციური სპექტრი და თქვენი პოლიტიკური ძალის შეთავაზება ცნობილია საზოგადოებისთვის და არ მოხდა შეთავაზებას გამოხმაურება, თუმცა აი ახლა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მორიგი პლატფორმის შექმნა დაანონსა, ამიტომ რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს ამ პლატფორმას, ამაზე ვისაუბროთ. აი ზურაბიშვილის გუშინდელი გზავნილები და მთავარი მესიჯი იყო სწორედ ის, რომ შეიქმნება პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა და ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცემა პოლიტიკური ფორმატი. თუმცა აი მაინც არ ჩანს ბმა სამუშაო მაგიდასა და პროტესტს შორის, როგორც ამას ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ამიტომ მინდა გთხოვოთ მეტი კონკრეტიკა, აი თქვენ გექნებათ ინფორმაცია, მით უფრო რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებში თქვენი პოლიტიკური ძალა აქტიურად არის, ხო, ჩართული. რა კონკრეტულ ნაბიჯებზე და რა ტიპის გეგმაზეა საუბარი, როცა კეთდება განცხადება, რომ ბრძოლას მიეცემა პოლიტიკური ფორმატი. აი რას გულისხმობს წინააღმდეგობის პლატფორმა, გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილის კარზე გექნებათ ისევ აქტიური შეხვედრები. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის 26 ოქტომბრის შემდეგ და რაც უფრო მეტი დრო გადის 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც პირდაპირ ეთერში კობახიძემ დაანონსა, რომ ის ცვლის კონსტიტუციურ კურსს და მიიღეს მათ ეს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის ამ პერიოდიდან, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ის ფორმატი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციურ სპექტრსაც, სამოქალაქო სექტორსაც შესაბამისად, ხომ და მთელ საზოგადოებას. ეს ფორმატი არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ამაზე უფრო ცხადი გზა, როგორ უნდა იქნეს მომზადებული გადაწყვეტილებები და შემდეგ აღსრულებული, მე არ მომისმენია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნიშნულოვანი და აუცილებელია საზოგადოება მიცოდეს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა წესებით და რა პროცედურით მიიღება გადაწყვეტილებები და მე საზოგადოება ამას გაყვება. ეს არის დანარჩენი ახლა ის რომ ვითარება არის უკიდურესად მძიმე და მათ შორის საერთაშორისო ფაქტორები არის მზად იმისთვის, რომ საქართველოს მიიღოს ყველა სიკეთე ევროკავშირისგან, მაგრამ ამ გზას ჩეხავს რუსული ოცნება, ეს ახლა საზოგადოებამ კარგად დაინახა ამ პერიოდის განმავლობაში. ისიც კარგად დაინახა, რომ არც ერთი დაპირება, რომელიც ამ ხალხმა მის გასცა 26 ოქტომბერს არ შესრულებულა. პირიქით, აი მაგალითად არ მახსოვს თქვენს ეთერში ვიყავი თუ არა გურიის და იმერეთის მოვლენების შემდეგ, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე იმ უმძიმესი კრიზისის დროს იყო ის, რომ არაფერი, ერთი მისხალიც კი უკეთესობა ქვეყანაში არ შექმნილა არჩევნების შემდეგ
თითი არ დაუკარებია ოცნებას, პირიქით შექმნა ძალიან მძიმე პრობლემები. ეხლა ამაზე პასუხი რა არის? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა. მათ შორის მინდა თქვენი ეთერის საშუალებით იმ ადამიანებს ვკითხო, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ის პროცესები, რაც ხდება რუსთაველზე, მათთვის ვიცი, არ არიან ამ პროცესების მონაწილე, ხომ? აი ამ ადამიანებს მინდა მივმართო და ვკითხო. თუ თქვენ ერთგული ხართ ამ ქვეყნის კონსტიტუციის, თუ თქვენ ერთგული ხართ იმ ისტორიული არჩევანის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა, მაშინ ძალიან მკაფიო უნდა იყოს თქვენთვისაც ის ამბავი, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ არათუ დაპირება არ შესრულდა ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის მიმართულებით ქვეყანას ივლი და ღირსებით და თავაწეული, არამედ ყველა ფორმატიდან გამოირიცხა და გამოვარდნილია ქართული ოცნება, ხომ? ეკონომიკურ ფაქტორებს შევხედოთ, ვისი ცხოვრება გაუმჯობეს და არავისი. ამას ადამიანები ხედავენ, აცნობიერებენ და უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ მეორე მხარეს ჩვენი შეთავაზება კიდევ ძალაშია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ თქვენი შეთავაზება თუ ახლა იმ შეთავაზების გაზიარებაზეა საუბარი, რასაც დღეს წესრიგში აყენებს სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმას. შინაარსობრივად კონცეპტუალურად ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემი თანაგუნდელების და ჩემი სახელით, რომ ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს პასუხისმგებლობით და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებით შეკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადების და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გადაწყვეტილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება სოციალურ ქსელებში. ხომ? ვერ მოხდება. მაგრამ ასე მე შემიძლია ძალიან ბევრი მოსაზრება წარმოგიდგინოთ, რომელიც შეიძლება უცებ ძალიან პოპულარული გახდეს, მაგრამ ეს პროცესი არსად არ წაიღოს. არა და თითქოს სამუშაო მაგიდასთან სხედხართ აი წამყვან ოპოზიციურ ძალებს გულისხმობ, რომელიც დღეს პოზიციონირებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე შემიძლია ვისაუბრო იმ პოლიტიკური ჯგუფის სახელით, რომელსაც წარმოვადგენ, მე ვერ და არ ვისაუბრებ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების და ერთიანი ფორმატი, ხომ? მე ვერ ვისაუბრებ სხვების სახელით და არ ვისაუბრებ სხვების სახელით. ბატონო ანა, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებული თემა რომ ამოვწუროთ და მე უკვე სხვა საკითხებსაც შევეხოთ, ბოლო კითხვა უკვე იმ შეძახილებზე, რომელიც ისმოდა სალომე ზურაბიშვილის მისამართით, ვინ დაიწყო ომი, ეს იყო ასე ვთქვათ ერთ-ერთი კითხვა, რასაც ძალიან დიდი ბოდიში მე გუშინ ვიდექი იმისთვის, რომ გამედასტურებინა კიდევ ერთხელ ისევე როგორც ათასობით საქართველოს მოქალაქე. იდგა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვედასტურებინა ერთგულება 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიმართ. თალკეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ამიტომ თქვენი ეთერით გაშუქდა მე ხომ შემფასებელი კომენტატორი ხო რა ვარ ფეხბურთის მატჩის. არა, მე მგონი დავასრულოთ. საზოგადოებამ ნახა, გააშუქა თქვენმა მედიამაც ძალიან დეტალურად და მეც ჩართვა მქონდა, დიდი მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. კითხვა ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, ამ ტიპის ინციდენტების უკან, იმიტომ რომ სწორედ ამ გარემოებების გამო, იგივე ფრიმიშას პლაკატის გამოფენის გამო, სალომე ზურაბიშვილის უკან გუშინდელი აქცია, ასე ვთქვათ, უარყოფით კონტექსტში ფასდება. ამიტომ მე ხა კომენტატორად ვარ მოწვეული, არ არის ეს ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა არის ის, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჩემი ამოცანა არის ის, რომ სინდისის პატიმრები იყვნენ გათავისუფლებულები და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამ ამოცანების შესასრულებლად მე მესახება და იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მე წარმოვადგენ, გვესახება ერთობა, სადაც ადამიანები პასუხისმგებლობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებით გაიმსჭვალებიან და ყველასთვის გასაგები, ნათელი, გამჭვირვალე იქნება ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ავირჩიეთ ეს გზა და არა სხვა გზა, მაგალითად პროტესტის და წინააღმდეგობის გაგრძელების და როგორ ვასრულებთ ავტოკრატიულ რეჟიმს. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ის, რომ ვაკეთო ახლა კომენტარები სხვადასხვა მიმდინარე ფაქტებზე. ამოცანები არის უცვლელი. გზად იქნება ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი, სხვათა შორის იმიტომ, რომ ამ ხელშემშლელი ფაქტორების წარმოქმნის და აღსრულების პირდაპირი დავალება აქვს მიცემული რუსეთის მხრიდან ქართულ ოცნებას. ახლა ამაში ვინმეს ეჭვგებარება, რომ ისინი ცდილობენ ყველა პროცესის დისკრედიტირებას და საზოგადოებაში უიმედობის დანერგვას. ეს ხო ძალიან ნათელი არის. ჩვენ ამას რითი ვპასუხობთ? ჩვენ პასუხობთ იმით, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა მე რომ აქ ვზივარ, ხომ? ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი. ჩემი პარტიის და კოალიციის ორი დამფუძნებლის თავზე დამოკლეს מחვილივით არის დაკიდებული და ყოველ საათში ველოდებით საქმის მსვლელობას იმ
აბსურდის გამო, რასაც ქვია მოღალატეობრივ კომისიის წინაშე არ წარს დგომა და ამაზე უნდათ რომ პასუხისმგებლობა დააგდოთ, მოდით, სწორედ ამ თემებზე პოლიტიკური პარტიების საერთოდ კანონებში გამოცხადება. ეხლა ზუსტად ამ საკითხებზე, რომელიც ასევე საზოგადოების ფოკუსი ეს იქნებოდა ჩემი პოზიცია. იწვევს კი ბატონო ეს თემებიც, ამიტომ რამდენიმე წუთი დავუთმოთ სხვა საკითხებსაც. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ვთქვათ, ვერ თანხმდებით საჭიროა თუ არა ერთიანობა, აგერ ქართული ოცნება წინ მიდის და ცალკეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით ახალი ნაბიჯები იდგმება, კერძოდ, აი ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ცვლილებებით პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში განისაზღვრა 14 დღე. ალბათ უნდა ვივარაუდოთ კიდეც დაახლოებით როდის ასე ვთქვათ მიმართავს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს, დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს სწორედ წინა საარჩევნო პერიოდი, რათა სარჩელზე გადაწყვეტილება დადგეს რაც შეიძლება მალე. შესაბამისად, რას აპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი პარტია ვთქვათ, რომლის აკრძალვაც აქვს გეგმაში ქართულ ოცნებას, არის სწორედ თქვენი პოლიტიკური ძალა და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნება ყველა მისი პოლიტიკური ოპონენტის აკრძალვის გეგმას სისრულეში მოიყვანს. ესე იგი, პირველ რიგში გავიმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ეხლა რასაც ვუყურებთ, არის საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ყურადღება გაიფანტოს ბევრ სხვადასხვა მძიმე მოვლენაზე და მთავარი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება, ერთ-ერთ ბევრ სხვა საინფორმაციო ნაღმს შორის იყოს ერთ-ერთი. მე მინდა ახლა ეს ბუნდოვანება გავფანტოთ აქ ამ სტუდიაში და ვკაფიოთ ვთქვათ, რა ხდება. დღეს ხდება ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად მიმდინარეობს მზადება. აი ეს ხმაური დანარჩენ საკითხებზე, რომელსაც ფორსირებულად და ხელოვნურად ხშირად სხვადასხვა პრიორიტეტების ხან წამოწევით, ხან უკან წაწევით, ესა საინფორმაციო სპეცოპერაცია არის. თავარი ამბავი ხდება აქეთ. და ეს ამბავი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლად ქართული ხალხის გადაწყვეტილებით მომავლის განსაზღვრის უფლება უნდა წაერთვას. ეს არის რუსეთის ამოცანა, რომლის შესრულებაშიც მას ემსახურება ოცნება. და რაში მდგომარეობს ეს? და ეს კომისია არის ამ ყველაფრის ინსტრუმენტი. ამავე დროს გეტყვით, რომ ყველაფერი რაც ამ კომისიაზე ხდება და მთავარი ხაზები, რასაც ეს კომისია ემსახურება, ჩემთვის როგორც სამართლის სპეციალისტისთვის და განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის ძალიან თვალშისაცემი არის, რომ ამოცანა არის მომზადდეს სამართლებრივ პოლიტიკური საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უკან წაღება მოხდეს, არაღიარების პოლიტიკას შეუყენონ წყალი და საქართველო გამოიყვანონ დამნაშავედ და აგრესორად. და ეს ძალიან კარგად ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ამოცანას ასრულებენ. ეხლა ორი წიგნი რო არ წავუკითხავს ამ კომისიის ზოგიერთ წევრს და არაფრის აზრზე არ არის, ამ ხალხს არ გულისხმობ. თუმცა იმდენად ნათელია მოღალატეობრივი გეგმა, რომ ისინი წხვდებიან. მაგრამ ვინც ეს მოიფიქრა და გააკეთა, მან ძალიან ზუსტად იცის, რომ აქ გათვლა არის იმაზე, რომ საერთაშორისო სამართლებრივი წესების მიხედვით საქართველო გაამტყუნონ და გაამართლონ აგრესორი. ვისი ამოცანა და ვისი სამსახურია ეს რუსეთის. ამას ემსახურება ეს კომისია. ამ კომისიის კომუფლაჟი ხა ეს რომ საზოგადოებას ღიად უთხრან, წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ამას ხო ქართული ხალხი არ მიიღებს. ამიტომ აქეთ მხარეს დააყენეს ოპონენტად წინა რეჟიმი და ამ რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში განწყობები არაერთგვაროვანია, ეს ყველამ ვიცით. ხდება კვლავ ამ ემოციებზე თამაში, მაშინ როდესაც ამ ემოციებზე თამაშის პარალელურად ამოცანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრეს მიმდინარეობს. ძალიან რთულ სცენარზე საუბრობთ ნამდვილად, თუმცა აქვე მინდა საზოგადოებას თქვენი პოზიცია შევთავაზოთ იმ თემაზე, რაზეც კითხვა დაგისვით ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას გულისხმობ და ხო აქვე ბარემ კიდევ ერთი კითხვა და ერთად მიპასუხეთ. კანონში დაგეგმილი ასევე ერთ-ერთი ცვლილებით საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება აკრძალოს ის პარტიაც, რომლის გაცხადებული მიზანი და პერსონალური შემადგენლობა მის მიერ უკვე აკრძალული პარტიის საქმიანობის არსსა და შემადგენლობას გაიმარჯვებს. ანუ არც ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა შეიძლება ასე ვთქვათ. საქმე არის იმაში, რომ პოლიტიკოსებს ახალი სახელწოდებები. რისი და ვისი იმედი გაქვთ ამ პროცესში? თუ კი მაგალითად დასავლელი პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენებას აპირებთ, აქვე
გეტყვით რომ მაგალითად საფრანგეთს იქით ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ხო მას შემდეგ რაც აი მარი ლე პენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაცხადა გუშინ სასამართლომ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო მაგრამ ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში აქ დაბალი ღობე არის შალვა პაპუაშვილი ვინმესთვის არის ავტორიტეტი ეგ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებთანაც 20 წელი მუშაობდა ერთ ოთახში, ერთ ჰაერს სუნთქავდა და ერთ საქმეს აკეთებდა, თავისი მეგობრები და კოლეგები გამოაცხადა უცხო ქვეყნის აგენტებად კანონით, თავისი მეგობრები და კოლეგები და ეხლა შალვა პაპუაშვილი ვისთვის არის ამის შემდეგ ავტორიტეტი გამაგებინეთ. ეხლა ფაქტებს და რეალობას რო დაუბრუნდეთ. რაც შეეხება აკრძალვას მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ და რა შეფასებები შეიძლება არსებობდეს ოპოზიციასთან მიმართებაში, ფაქტი არის ერთი. ქართული ოცნება ერთ რამეში ნამდვილად არის საკმაოდ სპეციალიზებული, ეს არის საზოგადოებრივი განწყობების და საზოგადოებრივი აზრის კვლევა. მათ მოკვლეული აქვთ საზოგადოებრივი აზრი და ძალიან კარგად ხედავენ, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც თავადვე ქმნიან ოპოზიციურ ფლანგზე, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გაძლიერდეს ოპოზიცია, ეს აღარ ყოფნით მათ. ვერც ერთ არჩევნებში ისინი გამარჯვების იმედად ვეღარ არიან და ამიტომ გადავიდნენ აკრძალვის პოლიტიკაზე. იმიტომ რომ არ არსებობს საკუთარ თავში დაჯერებული საზოგადოების მხარდაჭერის მქონე მართველი პარტია, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. სოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. რა შემთხვევაში მიდიან ამაზე ძალაუფლებას ჩაჭიდებული პარტიები იმ შემთხვევაში როდესაც იციან რომ ვერც ერთ არჩევნებში სადაც საზოგადოების აზრი და არა გარე ჩარევა რუსეთიდან გადაწყვეტს არჩევნების სპეცს მათ იციან რომ მინიმალური სტანდარტებით თავისუფალ არჩევნებშიც კი ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებენ ეს რომ გაზომეს ამიტომ გადაწყვეტეს რომ საერთოდ აკუგზალონ მე რომ ამგზავნენ ჩემს პარტიას რო აკრძალავენ, ქართული ხალხი გადაიფიქრებს ქართველობას და იტყვის რომ კი ახლა გავრუსდებიო? ან იმ ხალხს ვისაც გონია ქართული ოცნების მომხრეებს რომ მათ ძლიერ საქართველოს რო აკრძალავენ, მამუკა ხაზარაძეს რო ციხეში გაუშვებენ მოღალატეობრივ კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ისთვისაც მე მას კიდევ ერთხელ პერსონალურად მინდა მადლობა ვუთხრა, არა როგორც ჩემს პარტიის თავმჯდომარეს, არამედ როგორც მოქალაქეს, რომელმაც გადადგა ეს უმნიშვნელოვანესი ძალიან მისთვის სახიფათო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის ნაბიჯი, ართანამშრომლობა მოღალატეობრივ რეჟიმთან. ამით ვინმეს ხელფასი მოემატება, პენსია მოემატება, მაცივარში რამე მეტი გექნებათ, თქვენი შვილების მომავალი უფრო უზრუნველყოფილი იქნება, ევროპას დაუახლოვდებით თუ რა მოხდება ამით? პერსონალურად. თუ აი ეს აუცილებლად მინდა ეს თქვა, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და როგორც დედისთვის იყო ამ სტატისტიკის ნახვა თქვენს ნახავდით. შობადობა რომ კატასტროფულად შემცირებულია და ეს აი ზუსტად ეს არის ქართველობის დაკარგვა და ზუსტად ეს არის რომ ეს ქვეყანა თანდათან სასიკვდილოდ გაწირეს, როდესაც 40,000 ბავშვი გაიბადება ამ ქვეყანაში წლის განმავლობაში. ამაზე პასუხს ვინ აგებს? ეს ნიუსი, მარტო ეს ნიუსი არის იმდენად მძიმე დიაგნოზი დღეს საქართველოს მდგომარეობის, რომ მარტო აი ამ უმძიმესი ეს ხო შედეგი, ეს ხო არის კონკრეტული პოლიტიკის კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველოში ქართველები აღარ იბადებიან მინიმუმზეა დასული ეს რაოდენობა და უამრავი ადამიანი ქვეყნიდან გარბის. ანა იწურება ჩვენ გაცემის დრო და მინდა მოვასწრო შეკითხვის დასმა უშუალოდ თქვენი პოლიტიკური ამიტომ რომ ვერ მოიგებენ და ამიტომ უნდათ რომ ეხლა კანონითაც აკრძალონ. აკრძალეთ ქართველი ხალხს ხო ვერ აკრძალავთ. აი რა მოხდება ამ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მისას გაიტანს და ამ კონტექსტში უშუალოდ თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერების შესახებ მინდა გითხოთ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, აი თქვენც ახსენეთ გამოძიება დაწყებულია, სავარაუდოდ იგივე მოხდება ბადრ ჯაფარიძესთან მიმართებაში, ამას ემატება ის რომ საგამოძიებო კომისიას მანდატი უფართოვდება და ქართულ ოცნებაში არ მალავენ რომ მიზანია სწორედ ის რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იმ პარტიების საქმიანობის შესწავლაც მოხდეს, რომლებიც მათივე შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებული, მათ შორის კი აი სწორედ თქვენი პოლიტიკური ძალა არის ერთ-ერთი მათი შეფასებით. ცალკეული ექსპერტი ფიქრობს, რომ მხოლოდ ორი არჩევანი შეიძლება გქონდეთ ოპოზიციონერ ლიდერებს ციხე ან ქვეყნიდან გაქცევა. აი თქვენ თუ ხედავთ სხვა გზებს და სხვა არჩევანს?
ლელა, ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არ დადის პოზიცია ოპოზიციამდე. ეს არის პროცესი საქართველოს გარუსების ან საქართველოს გადარჩენის და საბოლოოდ რუსეთის კლანჭებიდან დახსნის. ამიტომ ეს ქართული ოცნების შემოთავაზებული პარადიგმა, რომ აქეთ ოცნება და აქეთ ოპოზიცია, არა. ქართული ხალხია აქ მთავარი ამბავი და საქართველო აქ მთავარი ამბავი და ქართული ხალხი და საქართველო გაუძლებს ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. გაუძლებს ამას, რა თქმა უნდა, იქნება უკვე ხედავთ, რომ ეს ძალიან მძიმე ბრძოლა არის კონკრეტულ ადამიანებს თავისუფლებად და ჯანმრთელობად და ასე შემდეგ ამ ფასის გაღება ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და მერე სადმი აქვთ ამ სამარცხვინო მოხალატეობრივი კომისიის ჩანაწერები, როცა პირდაპირ ეთერში სამშობლოს ღალატს ახორციელებენ. მერე სადმი აქვთ ეს ასობით ნაწამები ადამიანის ფოტოები, რომელიც ვიდეოებზე და კადრებზეა აღბეჭდილი. მერე სადმია ისტორიის წინაშე, როდესაც სამსჯავრო, ისტორიის სამსჯავრო, კანონის სამსჯავრო ერთად წამოეწევათ. აი მერე სადმიდიან მერე ამის შემდეგ. ეს არ არის შუა საუკუნეები, როდესაც ერთი ხელნაწერი შეიძლება შექმნილიყო ისტორიის და ისიც წერს გაენაგურებინა და მიანიშნეთ, რომ ეს დასკვნა შესაძლოა ქართულ ოცნებას მის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდეს და შემოუბრუნდეს, როცა ამის დრო მოვა. აი მერეში რა ზღვის ეს და უეჭველად, იმიტომ რომ გაცხადებული ღალატის ქრონიკა ჩვენ რატო გავაკეთეთ გუშინ ეს ინსტალაცია რუსთაველზე? ჩვენთვის ეს ადამიანები მუდმივად ცოცხალნი არიან და მუდმივად ძვირფასნი არიან, მაგრამ ეს არის ზუსტად იმის შეხსენება და ეს არის ზუსტად იმის კიდევ ერთხელ ფიზიკურად საზოგადოების წინაშე გამოტანა ამბის, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას, რომელიღაც ოპოზიციურ ლიდერს ან წარსულ რეჟიმს ებრძვის. სინამდვილეში ის დაუპირისპირდა აი ამ ბიჭებს და ამიტომ დამარცხდება ზუსტად, იმიტომ რომ ქართული ოცნების დღევანდელი ფაფხური არის ის, რომ ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს და მთელ მომავალ თაობას უთხრას, რომ ამ ხალხის ღვაწლიო ფუჭი იყო, ეს უნდათ მათ, იმიტომ რომ ეს უნდა რუსეთს. ჩვენ საპირისპიროდ ვეუბნებით, რომ ანწუხელიძე ისევე როგორც ყველა გმირი არის უკვდავი და ვინც გასამართლდება ისტორიის და კანონის წინაშე მათი დამცირებისთვის იქნება სწორედ ქართული ოცნება. მადლობა ანა.